დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, შედგა ეს კომუნიკაცია, მათ გულდასმით მოგვისმინეს, უწმინდესმა პატრიარქმა შიო მესამემ გულდასმით მოისმინა, რა თქმა უნდა, ამას ესწრებოდნენ სხვა მამებიც და ჩაინიშნეს ჩვენი მოთხოვნების შესახებ და დაიწყებენ აუცილებლად შუამდგომლობას. ანუ ვინც არის ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ნამდვილად არ აქვს დასაკარგი დრო, მათ ყველაფერი მოახსენეთ ჩვენი საჭიროებების შესახებ, რაც ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაშიც არ დავეთანხმებით ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც საპირისპიროს ამბობს და პრეპარატებზე მუდმივად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ არ აქვს კლინიკური კვლევები ამ პრეპარატებს. როდესაც აღიარებულია უკვე 4 პრეპარატი EMA-ს მიერ, FDA-ს მიერ, ამასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება საპირისპირო განცხადება გააკეთო. როდესაც ხედავს ფაქტი უარყო, ფაქტობრივად ხო? ფაქტი უარყო. და ადვილია სხვათა შორის ჩვენ რო არ გვიწევს და სტუდიიდან საუბარი. ანუ ერთი მხარე საუბრობს ფაქტიურად და ჩვენი მხრიდან მას პოზიცია არ ესმის. ანუ ჩვენ რამდენჯერაც გქონდა მასთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არაფერი ხელშესაჭირი არ წამოგვიღია, ეს კი არა და მულტიდისციპლინარულ გუნდთან დაკავშირებით, როდესაც ქუჩიდან დავიწყეთ უკვე ამ მოწოდებები, აი მაშინ გააქტიურდა ეს სფერო და დღეს უკვე შეგვეხმიანეთ და გვითხრეს, რომ აქტიური მუშაობა დაიწყეს ამ გუნდთან დაკავშირებით და ეტაპობრივად მოხდება ჩვენი შვილების მიყვანა მუდმივი მონიტორინგი, რაც ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ყველა ორგანოს თქვენი ხარჯები. კი, რა თქმა უნდა, ეს არის მინიმალური, მაგრამ კარგია რომ დაიწყოს პროცესი, ამას არ ვუარყოფთ, მაგრამ აქამდეც უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ამასობაში 3 ბავშვი დავკარგეთ. აი ამ ბავშვებს რო ქონოდათ ეს პერიოდული აუცილებელი კვლევები, შეიძლება ეს ფატალური მომენტი არ დამდგარიყო. აი ძალიან რთულ პროცესში ვართ მართლაც, აი ყოველდღე არის ბრძოლა ჩვენთვის. რაც შეეხება პატრიარქთან შეხვედრას, არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეგვპირდა იმას, რომ აუცილებლად შუამდგომლობას გაგვიწევს იმ ადამიანებთან, ვინც ამ სფეროში არის გარკვეული. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ქალბატონ ანა, ის იცნობდა ამ პრობლემას, თუ თქვენი მოყოლილი მისთვის სიახლე იყო. რამდენად არის თქვენს მხარეს და ხედავს ამ საჭიროებას, განსხვავებით თქვათ რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომლებიც თავიდანვე არ არიან თქვენს მხარეს და უფრო მეტიც ჩვენ გაშავების კამპანიაც ვნახეთ მშობლების, ხო? თითქოს მშობლის ინტერესი რამე სხვა შეიძლება იყოს შვილის ჯანმრთელობის გარდა. რა განწყობა იყო ადგილზე და რამდენად იცოდა ეს საკითხი პატრიარქმა და მამებმა თავად რამდენად. მე შთაბეჭდილება დამჩა, რომ არ ქონდა ასეთი დეტალური ინფორმაცია, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას და მათ უშუალოდ ჩვენგან შეიტყვეს, რომ ეს დაავადება არის ურთულესი და დროს ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და იმ პრეპარატების შესახებ, რომელიც უკვე არსებობს და აღიარებულია, მათ იცოდნენ, რომ კლინიკურ კვლევებს გადის ისევე. ანუ ხელისუფლების ვერსია იცოდნენ. კი, ხელისუფლების ვერსია იცოდნენ და ჩვენგან გაიგეს უშუალოდ, რომ არსებობს ეს პრეპარატები, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და მათ გვითხრეს, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნებიან ამ დარგის სპეციალისტები, ექიმები, რა თქმა უნდა, ექიმები იქნება, მშობლები, რა თქმა უნდა და უშუალოდ ვინც არის გარკვეული და საპატრიარქოს წარმომადგენლები, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, რომლებიც გარკვეულები არიან, ასე ვთქვათ, ამ სამედიცინო სფეროშიც და რას იზამენ, დაიწყებენ, რას ნიშნავს, აი რას იწყებენ? იწყებენ თითოეულ პაციენტს უნდა ინდივიდუალური მიდგომა, იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს განსხვავებული მუტაცია, თუმცა ამ 4 პრეპარატიდან არსებობს ერთ-ერთი ისეთი პრეპარატი, რომელიც ყველა მუტაციაზე მიდის და ასეთი არის მაგალითად ჯივინოსტატი. ყველა მუტაციაზე მიდის, რა თქმა უნდა, და დანარჩენი პრეპარატები ეგზონსკიფინგი, ასევე არის ვამოროლონი. ვამოროლონი არის გაუმჯობესებული ვერსია იმ ჰორმონის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მაგრამ აი ეს ჰორმონი, რომელიც ჩვენ ბავშვებს აქვთ დანიშნული და უფასოდ გვეძლევა, არის ძალიან, ასე ვიტყოდი, ცუდი გვერდითი ეფექტებით დახასიათებული ეს პრეპარატი და ფაქტის ახეზია ჩემ შვილმა როდესაც დაიწყო ამ დეფლაზაკორტის კონკრეტულად ამ პრეპარატის მიღება გასივდა ბავშვი სხვა აი მხედველობის პრობლემებიც დაეწყო ნელ-ნელა და საჭიროა ჩანაცვლდეს იმ უახლოესი ჰორმონით რომელიც აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და ვიდეო გადიოდა ეხლა რომელ შეგიძლიათ მისი დაკომენტირება რას საჩვენებს ეს ვიდეო ქალბატონო თქვენ ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ ეს ვიდეო აქ არის ორი ბავშვი ვიდეოში
და თეო აღწერს რას დავინახავთ ჩვენ ამ ვიდეოში. ესე იგი, ეს დაავადება ყველა წლის ბავშვთან ერთნაირად მიდის. ერთი ბავშვი არის საქართველოში 8 წლის და მეორე არის ჩემი დიშვილი, ამერიკის მოქალაქე, რომელმაც ჩავიყვანეთ და გაიკეთა ეს გენური თერაპია, რაზეც ჩვენ გვაქვს ახლა მოთხოვნა გაკეთებული, რომ შემოვიდეს ეს პრეპარატი და აი განსხვავება ნახეთ საქართველოში 8 წლის ბავშვი და ამერიკაში, რომელმაც გაიკეთა ეს გენური თერაპია და რომელიც ვამოროლონს და ჯივინოსტატს იღებს, ბავშვი ზუსტად იგივე მდგომარეობიდან რა მდგომარეობაში არის. ანუ ის დარბის, თავისუფლად არბის კიბეებზე, მარჯვენა მხარეს და მარცხნივ ქართველი ბავშვი იგივე ასაკის, იგივე სირთულის ძლივს გადაადგილდება კიბეებზე, ხო? ეს ხო ერთნაირი დაავადების დონით იყვნენ ესენი, უბრალოდ ის წავიდა ამერიკაში, ეს დარჩა საქართველოში. როდესაც ვიძახით, რომ ეს პრეპარატები აჩერებს პროცესს, კი არ აჩერებს, აუნჯობესებს მდგომარეობას ბავშვისას. როდესაც მანამ გაუკეთდებოდა თომაკოს ეს პრეპარატები, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში იყო. ანუ ასე უჭირდა ასვლა. ასე უჭირდა ასვლა, კი. და ახლა დარბის ბავშვი. კი. და ციტოცხლით ავსრეა. ანუ ეს არის თქვენი ოჯახის მაგალითზე, თქვენი დიშვილი. ჩემი დიშვილია ეს ბავშვი, რომელიც ამერიკაში მიიღო ყველაფერი. რა შეიძლება გვერდით ეფექტებს? აი ეს საუბრობდა ქალბატონი ნანა, რომ მისმა შვილმა აქ რა წამალიც არის სამკურნალო დაშვებული, მიიღო ეს წამალი, მიიღო გვერდითი მოვლენების სერიოზული რისკი ჯანმრთელობის. როგორ არის თქვენი დიშვილი? აი ზუსტად მაგას ვიძახით, რომ მულტიდისციპლინარული ჯგუფი არის საჭირო, როდესაც ენიშნება ეს პრეპარატები, უნდა იყოს გაკონტროლებული ბავშვის ჯანმრთელობა. თუ ბავშვს აქვს რამე გვერდითი მოვლენები, ანუ უკვე არ აკმაყოფილებს ორგანიზმი, იქ კუჭნაწლავი, იქ რამე ორგანო მაგალითად უარსეუბნება ორგანიზმს, ხო, რაღაც დაზიანებულია, უკვე ვეღარ მიიღებს ამ გენურ თერაპიას ბავშვი და აი ზუსტად მაგიტომ არის საჩქარო ამ წამლების შემოტანა. თუ ბავშვი რომ ადრეულ ასაკში დაიწყოს, სანამ ეს დაზიანდება ეს შიდა ორგანოები, ხო? როდესაც დაზიანდება უკვე იქაც, ანუ ვეღარ აღწევს შედეგს ეს წამალი. აი ზუსტად სარჯელაძე რო გამოდის და ფატალურად მთავრდება, იძახის ამ გენური თერაპიის, აი ზუსტად მაგისი შედეგია ის. რომ დაგვიანებით მიიღო წამალი ამ ბავშვმა და არა ის რომ წამალი მიიღო, ხო? კი, აი როდესაც არ გვინდა რომ ფატალურად დამთავრდეს, შემოგვიტანონ მალე ეს პრეპარატი, რომ ბავშვებს უშველოთ. ქალბატონ ნანა, აი თქვენ მართლა სწორად აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც საჯარო გახდა და მშობლების აქტივობით ეს ინფორმაცია, საერთოდ ბევრმა ახლა გაიგო ასეთი დაავადების და მისი სიმძიმის შესახებ. მაშინ როცა თქვენ დახურულ კარს მიღმა აწარმოებდით ხომ ამ მოლაპარაკებას შესაბამის უწყებებთან და ეს წესით რეაგირებული უნდა ყოფილიყო, რამ გამოგიყვანათ თქვენ ქუჩაში და აი ვიდრე თქვენ პატრიარქთან შესახვედრად ემზადებოდით, ყობახიძე განცხადებას აკეთებდა აქ და თურმე ფასი ყოფილა მნიშვნელოვანი, ხომ? აქამდე რასაც უარყოფდნენ და კვლავ ეს ფარმაცევტული მაფია ახსენა მან. პასუხობდით. როდესაც ჩვენ მშობლებმა უკეთესად ვიცით რა პრეპარატები არსებობს და ამ ბავშვებს აქვთ ისეთი რთული დაავადება, რომელიც პროგრესირებს, აი რა გვაქვს მშობლებს დასაკარგი ამ შემთხვევაში. ის პრეპარატები აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოტანილი, როდესაც ბავშვი არის მოსიარულე და გადავადდეს მისი მდგომარეობა, რომ არ მიეჯაჭოს ეტლს, ვინც ეტლში ზის, არ გაურთულდეს, შიდა პათოლოგიური გართულებები იწყება, ეტლს ეჯაჭება ბავშვი და შემდეგ უკვე სასუნთქი აპარატი ჭირდებათ, იქ გულის პათოლოგიები ვითარდება და ასე შემდეგ. ანუ ვინც ეტლში ზის, ეს გართულებები რომ არ წამოვიდეს, საჭირო ეს პრეპარატები რომ შემოდის. ვინც ყავს ესეთი პაციენტები, რომელიც უკვე ლოგინს არიან ჯაჭულები და იმათვის კიდე პრიორიტეტული არის, რომ ისუნთქონ დიდხანს და გულის ფუნქციონირება შეუნარჩუნდეთ. აი ამისთვის არის ეს პრეპარატები და როდესაც უკვე ბავშვი გახდება დაახლოებით 16-17 წლის, კუნთთა სისტემის 20%-ია უკვე შენარჩუნებული და საჭიროა რომ
დაუყოვნებლივ იქნეს შემოტანილი პრეპარატები, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით და ვიცით ამ პრეპარატების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვაქვს მშობლებს და აი რას გეუბნებათ ფრაზამ, ესე იგი ფარმაცევტული მაფია და აი თქვენი ინტერესი რა უნდა იყოს გარდაშვილის აი რომელმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უნდა მართოს ჩვენ მშობლები, როდესაც ხედავთ შედეგს, როდესაც ყავს ქართველი ბავშვი, რომელსაც აქვს შედეგი. აი ფაქტები როდესაც იძახიან იმას, რომ გადაავადებს ეტლში ჩაჯდომას, აქ მხოლოდ ეტლში ჩაჯდომა არ არის მნიშვნელოვანი, აქ არის ყველა ორგანოს შენარჩუნება გარდა იმისა, რომ ეტლში ჩაჯდეს ბავშვი. მესმის, ხო, ეს არის სიცოცხლის შანსი ამ ბავშვებისთვის და მხოლოდ 3 წლით ავადებს ეტლში ჩაჯდომას, ეს იყო სარჯველაძის ფრაზა და მაშინ მომყვა მშობლების რეაქცია, რომ ის 3 წელი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ სამკურნალო წამალი აღმოჩნდეს ამ წელიწადში. გადის, არის სხვა მედიკამენტი, რომელიც ჩვენ ყველაფერში ჩართულები ვართ, ყველა მედიკამენტი ვიცით რა როდის შემოვა, რა რომელ ფაზას გადის. ეხლა არის მედიკამენტი, რომელიც 2028 წელში დამთავრდება მაგისი მესამე ფაზის კვლევა და იძახიან, რომ ეს იქნება ამ დაავადების დამარცხება და არა გადავადება. და ეს ბავშვები მიგვიყვანოს 2028 წლამდე, რომ ის პრეპარატიც მივაშველოთ მე ამ ბავშვებს. კი ბატონო. ქალდონანა, რას უპასუხებთ აი ამ დღეს აღმოჩნდა, რომ ფასი ყოფილა მნიშვნელოვანი. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ თურმე თქვენი შვილების რისკებზე ფიქრობს ეს ხალხი. ახლა როცა უმტკიცებს ყველა და ფაქტს ვერ გაექცევი, რომ ეს ამალი აღიარებულია დასავლურ ქვეყნებში და უფრო მეტიც შედეგები აქვს სახეზე ბავშვებს, რომლებსაც ეს სწავლები აქვთ ხელმისაწვდომობა ამ სწავლებზე, ხომ? ახლა გვეუბნებიან, რომ ძვირია და უნდა ვკითხოთო, კაცო, ბიუჯეტში გადამხდელ ხალხსო, თანახმაა თუ არაო და აქ შესანიშნავი მაგალითია 16,000 ლარი აგროვდა ერთ დღეში ბავშვის ეტლისთვის, ესე იგი მოქალაქეები თანახმანი არიან, საკუთარი ჯიბიდან ამოიღონ უკანასკნელი ლარი შესაძლოა, რომ ამ ბავშვს ცხოვრება შეუმსუბუქონ და არ ვიცი ვის უნდა კითხოს ამასთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია რა არის აი ამ პასუხი ამასთან დაკავშირებით? არის ამ სწავლების შემოტანაზე არის 500 ხელმოწერა ჯერჯერობით ექიმების და ზუსტად იგივე კეთდება ეხა ხალხის ხელმოწერა, რომ თანახმა არის თუ არა ხალხი და მოაწერს ხალხი მაგას ხელს და ვნახოთ არის თუ არა თანახმა ხალხი. რა ვიცი, ჩვენ პრაქტიკაში და ჩვენ რიგითი მოქალაქეები მოდიან და აი მართლა შეტკივათ გული და გვეუბნებიან, რომ აი რითი შეგვიძლია დაგვეხმაროთ, მაგრამ ეს ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს სახელმწიფომ. როდესაც სახელმწიფო განახორციელებს პროვაიდერ კომპანიებთან კომუნიკაციას, შესაძლებელია ამ პრეპარატების შემოტანა ისე რომ ფასი გადანაწილდეს, განვადება მოხდეს და ამის რესურსი ჩვენ ქვეყანას ნამდვილად აქვს. და ამიტომ რატომ გაჯიუტდა ეს რეჟიმი ასე საკუთარ პოზიციაში? რატომ დაგაიგნორათ? რატომ არ შეგიმჩნიათ 29 დღე ორსული დედები ნახე მეც ჩართვაში მყავდა არაერთხელ ეს ხალხი, რომლებსაც ერთი შვილი დაავადებული ყავს, ამ ძალიან ძიმე დაავადებით, მეორეს ორსულად არის და არაძლევენ პუფის შეტანის საშუალებას ადგილზე, წვიმაში, თავზე რაღაცის გადახურვის, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელი დარჩეს თავად, კალბატონი, დედა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც მშობელმა კითხა, რომ ანუ რატო არ იწყებთ ურთიერთობას ქმედი ნაბიჯებს და მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა, რომ მე თქვენ რომ დაგეხმაროთ, მე სხვა დაავადების მქონე მშობლები მოვლენ და მოითხოვენ იმ პრეპარატებს, რაც მათ ჭირდებათ და ალბათ ის იგულისხმება, რომ ამის რესურსი არ მაქვსო. არადა თავისუფლად აქვს ჩვენს ქვეყანას იმის რესურსი, რომ დაიწყოს ამ პროცედურების გავლა და ის პრეპარატები იქნეს შემოტანილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. ხო, იმ ფონზე რომ ფული არ გვაქვს, როცა მართლა მილიონებს იპარავს ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები, ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნები და აგერ ყოველი მეორე მაღალჩინოსნის პროცესი აქვს თავადვე ყოველ დღე. ზოგი ფაღის ბავშვებს დარწმუნდა და ზოგი მოხუცებსო გვეუბნებიან და ოქრო ზოდები აქვს სახლში. ამ ფონზე მე მგონი ეს არგუმენტი ცოტა არ იყოს უხერხულია მათი მხრიდან ამაზე საუბარი, მაგრამ მე მაინც ალბათ თქვენთვის
შედეგია მთავარი და ეს მინდა რომ ვიკითხო. ანუ დღეს რაღაც ტიპის იმედი ალბათ მოგეცათ, იმიტომ რომ ყველაფერს ამ დროს ებღაუჭება ადამიანი ელემენტარულ დაპირებას, რომ რაღაცა შეიცვლება. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი მოხდეს სწრაფად და არ დარჩეს დაპირებად, ასე ვთქვათ და ეს რაც შეიქმნება იყოს ქმედითი. ანუ თქვენ რამდენი აქვს დრო ამ ბავშვებს, ანუ თქვენი სათქმელი რა არის? მაგას ვინი? ანუ გუშინ უნდა გაკეთებულიყო, ხო? აი დაახლოებით ასე რომ შევაფასოთ. აი წინ ყოველ კვირას გვაქვს მარში, ხო? წინა კვირის მარში ჩემ ბავშვმა იარა მთელი გზა თავისი ბანერით. აი ეხლა როდის იყო კვირას რო გქონდა მეორე მსვლელობა უკვე ნახევარი გზა ვატარე ხელით აყვანილმა. ანუ თვითონაც ვეღარ შეძლო სიარული მთელი გზის გავლით და აი ძალიან მეშინია რომ მომავალ კვირას რა იქნება. და აი როგორ თქვა რამდენი აქვს თან ბავშვებს აი ყოველი წუთი მართლა მნიშვნელოვანია არაფერს არ ვიტყუებით მშობლები როდესაც მაგას ვიძახით უნდა იცოდნენ რომ ჩვენი შვილებს ყოველ დღე ეთიშებათ კუნთები უჯრედები ეთიშებათ მიდის ანთებითი პროცესი ამიტომ ყოველი მომდევნო დღე არის ჩვენი უკან გადადგმა, უკან დახევის პროცესი მიმდინარეობს და ამისთვის ყოველი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უწმინდესმა პირობა მოგცა რომ გვიშვამდგომლებს და იმედის სხივი გააჩინა ჩვენში და ვიმედოვნებთ რომ აუცილებლად დაიწყება მათი მხრიდან აი ამ იმედის სხივის გაღვივება. პროტესტ შეწყვეტ თუ აგრძელებთ ეს? მანამ წამლები არ შემოვა ვიქნებით იქ. გავაგრძელებთ პროტესტს და მაგალითად გუშინ ღამე მე და თეომ გავათენეთ. და ვიცი ეს და მინდოდა ახლა მეთქვა რომ ღამენათევი მშობლები გვყავს ჩვენ სტუდიაში ღამის თევის შემდგომ ისინი შეხვდნენ პატრიარქს და სხვა მამებს და დაღლილები დაქანცულები მთელი ღამის უძინრები იმ პირობებში რა პირობებშიც რეჟიმი მათ ამყოფებს ახლა არიან სტუდიაში ერთადერთი მიზნით მათ შვილებს კონდეთ წამალ ამაზენაც მიდივართ აქციაზე უწყვეტ აქციას შეუერთდებით თქვენ ჩემი სოლიდარობა არა მარტო ჩემი მე დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი ვისაც ქვია ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით არის თქვენი სოლიდარული და თქვენი გვერდში მდგომი და მოკითხვა ბავშვებს და წამალი ამ ბავშვებს ეს რა თქმა უნდა არის უდაოდ ამ საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნა ამ კადრების ხილვის მერე განსაკუთრებით მე უემოციოდ ვერ ვუყურებ იმ კადრებს როცა ჯანმრთელი ბავშვებიც მოდიან და ტირიან იმის გამო რომ მათ თანატოლებს არ აქვს წამალი ამაზე უფრო სხვა მიზნისთვის, რისთვის არსებობს საერთოდ სახელმწიფო, ან რისთვის უნდა განიკარგოს ხალხის მიერ გადახდელი ფული, მე არ მესმის, ვიდრე ერთი ბავშვის სიცოცხლის გახანგრძლივება. მართლა არ მესმის. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. აღარ დავზოგავ თქვენს ენერგიას და მადლობა, რომ იყავით ჩვენ. მადლობა.